გამარჯობათ მეგობრებო, მე მქვია საშკა ორგანიზორი. დღეს მე მინდა გილაპარაკო ისეთ კაი და მნიშვნელოვან თემაზე. როგორიც არის რატომ ვერ ვაღწევთ უცებ შედეგებს. აი, მე მგონი ხშირად გქონიათ ხო ეგეთი მომენტი, როდესაც რამე გააკეთეთ, ხო? და უცებ გვინდა შედეგის მიღება, ხო? ვფიქრობ, აი რატომ ხდება ეს, ხო? აი რატომ ვერ ვაღწევ უცებ შედეგებს. მე პირადად ძალიან ხშირად ვფიქრობდი ამ თემაზე და როგორც იქნა პასუხის ვიდივარ. საქმე იმაშია, რომ როცა ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ხო? ჩვენ მიჯაჭვულები ვართ შედეგზე. და შედეგი არის ჩვენი ძვირფასი ეგო. ანუ ეს გასნიშნავს. ეგოს შედეგი უცებ უნდა. და შედეგის მიღება ეს არის პროცესის საქმე. და როდესაც ჩვენ გვინდა უცებ მივიღოთ შედეგი, ხო? ეს ჩვენ არ გამოგვივა. საქმეში ჯერჯერობით ირთვება ეგო. და სანამ ეგო არის საქმეში, ხო? არაფერი არ გამოგვივა. და ესე იგი, ჩნდება კითხვა, ხო, როგორ მოვიშვოთ ეს სულელი ეგო იმისათვის, რომ მივაღწევთ შედეგს, ხო? ძალიან მარტივად. იქნება შედეგი, მაგრამ იქნება მაშინ, როცა თქვენი ეგო სულიად გაუშვებს ამ თქვენს საქმეს და გადაიქცება სხვა რამეზე. ეს შეიძლება იყოს გვიან, შეიძლება იყოს ადრე, უფრო გვიან, როცა ჩვენ საერთოდ ვივიწყებთ ამის შესახებ. და სწორედ ამაშია ეფექტი, როცა თქვენ მოულოდნელად მიიღებთ შედეგს, და ეს გამოიწვევს თქვენში ძალიან პოზიტიურ ემოციებს. მაგრამ აი მე ვფიქრობდი, რატომ მაინც ეგრე მუშაობს და არა სხვანაირად. ანუ უფრო სიგნესიურად ჩავფიქრი ამ კითხვაზე და როგორც იქნება პასუხის გამოჩნდა. როგორც უკვე ვთქვი ვიდეოს პირველ ნახევარში, საქმეში არის ეგო. ეგო, ესე იგი, ირთვება სამყაროს საქმეებში, დიახ. და ეს წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროს საქმეებში არის ეგო. მოდი სამყარო ავიღოთ ჩვენი საკუთარი თავი და ავიღოთ სამყაროს სახით და წარმოვიდგინეთ, რომ თქვენ საქმეში, ხო, ვიღაც სხვა ირთვება. დაუშვათ, როცა ხალხს დასული ადამიანი და დედა გეუბნება, როგორ მოიქცე, ბიზანე და უნდა წახვიდე, გამოდმებით გიგებს ტელეფონზე სად ხარ ისაო, გვიან არ დაბრუნდე, ყოველ შენს მოქმედებას ამოწმებს, თუმცა ეს თუ ხარ 20 წლის ზევით, ან 30 წლის ზევით, ან 40 წლის ზევით. ხვდებით ხო რასაც ვისახი. აი, ზუსტად იგივე ეგოს ზუსტად იგივენაირად ეგო ირთვება სამყაროს იმაში, საქმეებში. და ეს რა თქმა უნდა იწევს ქაოსს სამყაროში. და სანამ ეგო არ მოეშვება მაგას, არაფერი არ გამოვა. თქვენ არაფერი არ გამოგივათ, მაგრამ ეს თქვენი ბრალი არ არის. ეს ყველა ადამიანი ეგრეა. არ გეგონოთ, რომ ვიღაც დაუშვათ მე ვარ განსაკუთრებით და მე ყველაფერი გამომდის. არა. მეც თქვენს ეში ვარ, უბრალოდ ეს თემა ძალიან შემაწუხა, წამოვწიე და მინდოდა ამაზე ვიდეოს ჩაწერა. და ეხლა როგორც იქნა, ავიღე კამერა და ჩავხდე და ვიწერ ვიდეოს. მოკლედ, თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ, გააზიარეთ, გახდეთ ჩემი ხელმომწერი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და გახსოვდეთ, უნდა გაუშვათ ყველაფერი. ეს უცებ არ მოხდება, ეს მოხდება თანდათან. შეეცდეთ არ იფიქროთ ამაზე, შედეგზე, არასდროს. უბრალოდ დადგმით პროცესით და იმისათვის რომ დადგმეთ პროცესით, ბევრი საქმე უნდა გააკეთოთ. დაუშვათ, ერთი საქმე გააკეთეთ, დაუშვათ ფიქრობთ ამ საქმის შედეგებზე და ფიქრობთ ამ საქმის შედეგებზე და თქვენ რომ არ იფიქროთ იმ საქმის შედეგებზე და უცებ მოხდეს, ხო ეს? უცებ მაინც იფიქრებთ თუ გარკვეული დროის განმავლობაში.
უსე გადაიქცეთ სხვა საქმეზე. დაიწყეთ რამე სხვა საქმის კეთება და რაღაც დროით ეს დაგავიწყდებათ. თორეშოგის თქვენ შეიგრძნობთ სიამოვნებას მარტო საქმის კეთების დროს და არა შედეგების მოლოდინში. შედეგების მოლოდინში ენერგია გაგიბუჩდება და როცა თქვენ მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნით თქვენ საქმეს, ანუ პროცესში როცა იქნებით, ეს მოგიტანთ სიხარულსა და ბედნიერებას. მე ვფიქრობ, ძალიან კაი ვიდეო გამოვიდა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გააზიარეთ, აუცილებლად გახდეთ ჩემი ხელმომწერი, იმისათვის რომ მივიღოთ სიგნალი ჩემს ვიდეოს შესახებ, როცა მე ავტვირთო ვიდეოს, ამ ვიდეოს ქვეშ არის ჯერ გახდეთ ჩემი ხელმომწერი და მერე ეჟვანი არის ჩემი ამ კნოპის გვერდზე, ამას დავაჭერეთ და თქვენ ამის შემდეგ თქვენ ავტომატურად მიიღებთ შეტყობინებას ჩემი ახალი ვიდეოების შესახებ. მაშასე დიდი მადლობა რომ ისმენდით და გისურვებთ წარმატებას და შევხვდებით ჩემი ვიდეოებში. აუცილებლად გამოიყენეთ ეს, გამოიყენეთ რა გაითვალისწინეთ და არც გული არ დაგწყდებათ და ყოველთვის გაიხსენეთ ამის შესახებ.